ჩემი და არის ნაციონალების პარტი, მაშინ რა ქვია, აქტივისტებში და უბრალოდ ისიც თვითმხილველია რა მოხდა. ნაცემია, ამ გოგონას დასთან ერთად ვინც იყო, ის არის ნაცემი. ეს ორი ადამიანი წარმოდგენილია პოლიციაში. ღამის 2 საათზე. ამჟამად არის უკვე 5:10 წუთი. არ აქვს მას სტატუსი, თუ როგორ წარმოადგინეს, არ არიან გატარებული ჟურნალში, თუ რომელ საათზე წარმოადგინეს პოლიციაში. მაშინ, როდესაც რამდენადაც ჩემთვის ცნობილი ამ ადამიანებს მიაკითხეს პოლიციის თანამშრომლება სახლში და სახლიდან წამოიყვანეს ეს ადამიანები, მას შემდეგ რაც შევედი აქ და ვიკითხე თუ რა სტატუსით არიან წარმოდგენილი, ეჩვენებინა ჩემთვის ის აღრიცხვის ჟურნალში გატარებული მათი სახელები და გვარები თუ რომელ საათზე იქნენ წარმოდგენილი. მათ ეს ვერაფერი ვერ მაჩვენეს და მაშინ მე ამ ორ ადამიანს, რომლის რატომღაც ორდერიც კი დაიტოვეს შემი, ოღონდ რა სტატუსის მქონე პიროვნებებისთვის გაურკვეველია ჩემთვის, ანუ ვისზე გამოვწერე ორდერი ამ შემთხვევაში მოწმეები ესენი არ არიან, ბრალდებულები ესენი არ არიან და ამის შემდეგ უთხარი რომ წამოსულიყვნენ ეს ადამიანები და გამოვიდნენ და ხო ხედავთ არც არანაირი პრობლემა არ არის, იმიტომ რომ რეალურად უკანონოდ არიან ეს ადამიანები 2 საათის განმავლობაში პოლიციაში წარმოდგენილი. ამავდროულად ჩვენ მივამართავთ რა თქმა უნდა საერთაშორისო საზოგადოებას და ჩავაყენებთ აღნიშნული შესახებ საქმის კურსში, თუ როგორ დევნიან ჩვენს ესე ვთქვათ წევრებს და მხარდამჭერებს და თითოეულ იმუწყებას ვინც აღნიშნულ საქმეში შეიძლება ჩაერთოს. ანუ ოფისიდან გამოსვლის შემდეგ მე და ჩემი მეგობარი მიდივით იუსტიციის მხარეს, როდესაც წინ შეხვდა ნაციონალური ქუდით 2 გოგონა და დრო შეჭრეთ ხელში 3 ბიჭი. ანუ 5 იყვნენ 3 ბიჭი და 2 გოგონა. ამის შემდეგ ჩემი მეზობელი გადავკოცე, მოვიკითხე და 1 წუთიც არ გასულა, როდესაც დავშორდით ერთმანეთს. ისინი მეორე მხარეს წამოვიდნენ, ჩვენ ჩვენი გზა გავაგრძელეთ. ანუ 1-2 წუთის შემდეგ, როდესაც მოვბრუნდით უკან, ჩემი მეზობელთან ყოფილი გოგონა ვიღაც სული ყავდა ტელეფონზე და ეუბნებოდა რომ ესე ვქვა ცემეს და მოდი ჩხარი აქ და მე ქართული ცნების მაესტრო მე ისა მეცადა და ანუ რო არ გამწვევინა ფრუსტრაცია გავაგრძელე გზარც მიკითხე რა ხდებოდა ეს იყო და ეს და ღამის 2 საათზე მომადგენა პოლიცია სახლში წამომიყვანეს განყოფილებაში. ვინმე ოფიციალურად ან უწყება გამოგიგზავნათ, ან გაცნობათ რაზე გიბარებენ, ან რის შესაძლებლობებით. ხო და მაშინ თქვენ არ ხართ ვალდებული, ვიდრე არ გაგიმარტავენ. თქვენს ესე ვთქვათ გამოცხადების საფუძველს ვალდებულებას თუ რატო უნდა გამოცხადეთ, სად უნდა გამოცხადეთ, რომელ საათზე უნდა გამოცხადეთ და რა ფაქტთან დაკავშირებით, რისი უფლება გაქვთ, რისი უფლება არ გაქვთ. არ გაქვთ თქვენ ვალდებულებას სადმე გამოცხადეთ. ის მონაწილეობდა ახალგაზრდული ფრთის იმ მოძრაობაში, რომელსაც დღეს კოლონის სახით ასრულებდა ჩემი ახალგაზრდული ფრთა, მაგრამ ეს იყო მაინც უკანონო დაკავება, არაფერთან დაკავშირებული ეს ფაქტი არ იყო, ეს იყო უკანონოდ სახლში 2 საათზე არაფერი საბუთი არ წარუდგენიათ მათ, ისე წამოიყვანეს და ჩვენმა ადვოკატმა დღეს აი ახლა ჩამოსვლის შემდეგ გავიგეთ რომ ეს ყველაფერი არის უკანონობასთან დაკავშირებული, გავანთავისუფლეთ და ჩვენი ახალგაზრდას დღეს თავისუფალია ამ წუთში.